Დაახლა სპორტი კრიზისი ქართულ საკლუბო კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრეც კი ისევ უცნობია, რამდენი კლუბი ითამაშებს სუპერლიგაში. დაფინანსების საკითხის გასარკვევად დღეს საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლები სპორტის სამინისტროში მივიდნენ, თუმცა ლევან ყიფიანის მიერ შეთავაზებული დაფინანსების ფორმა შეხვედრის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. კალათბურთელება სამინისტრო სპეციალური განცხადებით დატოვეს. ვიცხოვთ ერთ რაღაცას, ის ხუთი გუნდი, რომელიც არის თბილისში, ჩამოვთვლი გუნდებს არმიაში, დინამო, ოლიმპი და სოხუმი, მიცენ მილიონი ლარი თითო გუნდს. ეს არის მინიმუმი. ქართული საკლუბო კალათბურთი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. რამდენი გუნდი ითამაშებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ კიდევ უცნობია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა 2 საათიან შეხვედრაზე დღეს კლუბების წარმომადგენლებსა და მოთამაშეებს კალათბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა გააცნო, რომელიც კალათბურთელთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. თუ იყო დაფინანსება რაღაცა 100%, 30% იქნება დაფინანსება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ვინც ვქევართ, იძულებული ხდიან, რომ ვეღარ ვითამაშოთ, მეც არ ვიცხობ. რაც იყო შარშა ელემენტარულზე ვლაპარაკობ, ის ელემენტარული იქნება. კონდეს რომ ეს დონე შენარჩუნებული იყოს. მოთამაშეები, რომლებიც ასევე ნაკრების წევრების ვართ და ვართ ბირთვი სუპერლიგის და ამის სუპერლიგაში, ფაქტურად გამოდის, რომ ვეღარ გავაგრძელებთ კალათბურთის თამაშს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კალათბურთში განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ 2015 წლიდან ამოქმედდება. ახალი პროექტის ამუშავებამდე კი მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა უწყებრივი საკალათბურთო კლუბი დაფინანსდება. გეგმა შემუშავებულია. სახელმწიფო ბიუჯეტი მოგეხსენებათ 2015 1 იანვრიდან დგება, მანამდე ის კლუბები, რომლებიც იყვნენ უწყებრივ დაქვემდებარებაში, გააგრძელებენ ამ კლუბების დაფინანსებას. ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე მოთამაშეებმა ოფიციალური განცხადება პირველად 2 კვირის წინ სეზონის ბოლოს სანაკრებო მატჩის შემდეგ გააკეთეს. ეროვნული გუნდი ევროპის საუკეთესოთა შორის ზედიზედ მესამედ გავიდა. ნაკრების რამდენიმე წევრი კი, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგაში თამაშობდა, ჯერ კიდევ უგუნდოდ რჩება. საშიშროება იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატი წელს ბევრად უფრო დაბალი იყოს, ვიდრე წინა წლებში იყო, რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არსებობს. ეს რა თქმა უნდა, ცალსახად იქონიებს გავლენას უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე გამოდის და მონაწილეობა უნდა მიიღოს საკმაოდ ძლიერ ტურნირზე. იცით, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრების რამოდენიმე წევრი სწორედ საქართველოს ჩემპიონატში გამოდის, აქ იღებს გამოცდილებას და მთელი წელი აქ იხარჯება. საკალათბურთო სუპერლიგის კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი 22 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მონაწილეობის შესახებ ოფიციალური წერილი ფედერაციაში მხოლოდ ერთმა კლუბმა წარადგინა. ახალი სეზონისთვის მზადება კი 3 კლუბმა დაიწყო.